2 ვერცხლი და ბრინჯაო. პირველი დღის შედეგები 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან. მოლდოვაში მიმდინარე ძიუდოს 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა. ფინალურ ბლოკში საქართველოს 4 ძიუდოისტი წარმოადგენდა. ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ მათე ბერუაშვილის 73 კგ და მათე გოგობერიშვილის 60 კგ, ხოლო ბრინჯაოსთვის გიორგი ლოლაძემა 73 კგ და ნინო ლოლაძემ 57 კგ იჭიდავეს. სამწუხაროდ ქართველები ორივე ფინალში დამარცხდნენ. მათე გოგობერიშვილმა ჩემპიონობა სომეხ ვაჰე აღასიანთან დათმო, ხოლო მათე ბერუაშვილმა რუმინელ ივან ძიტაჩთან წააგო იპონით, არადა ვაზარით იგებდა და მოწინააღმდეგემ კონტრილეზე დაიჭირა. ბრინჯაოსთვის შანსი ნინო ლოლაძემ გამოიყენა. ქართველმა გოგონამ ბრინჯაოს ფინალში ბულგარელი სნეჟანა გრამატიკოვა დაამარცხა. გიორგი ლოლაძეს ბრინჯაოსთვის ბრძოლა პორტუგალიის სახელით მოასპარეს ოთარ კვანტიძესთან მოუწია, რომელთანაც დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. პირველ დღეს ქართველებმა 2 ვერცხლისა, მათე ბერუაშვილი, მათე გოგობერიშვილი და 1 ბრინჯაოს, ნინო ლოლაძე მედალი მოიპოვეს.